ავთანდილ თოდუა, სოხუმი, ძიძარიას ქუჩა. აქ იყო ავთანდილ თოდუას სახლი. ქალაქში, რომელსაც მისი ცხოვრება, ბრძოლა და უკანასკნელი თავგანწირვა სამუდამოდ დაუკავშირდა. ავთანდილ თოდუას ისტორია მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის. ეს არის იმ ადამიანების ამბავიც, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ, მეგობრობდნენ, ტკივილსა და გამარჯვების იმედს იზიარებდნენ. იგი სოხუმის თეთრი არწივის შემქმნელი, გამორჩეული სიმამაცისა და შეუვალი ხასიათის მებრძოლი იყო. მისი სახელი ახსოვთ გაგრაში, ლაბრაზე, არაგვიჩზე, გუმისთაზე, კინდღსა და ათარა-არამიანსკაიაზე. გენერალ გიორგი ყარყარაშვილისა და თანამებრძოლების გვერდით ავთანდილ თოდუა გაგრის დასაცავად გამართულ უმძიმეს ბრძოლებში მონაწილეობდა. დაჭრილსაც კი დანებებაზე არასოდეს უფიქრია. იქ სადაც საფრთხე იყო, იქ იყო ავთანდილ თოდუაც. იქ სადაც თანამებრძოლს გვერდით მდგომი სჭირდებოდა, ის უკან არასოდეს იხევდა. მისთვის თანამებრძოლები მხოლოდ გვერდით მდგომი ადამიანები არ ყოფილან. ისინი მისი მეგობრები და ძმები იყვნენ. თავად ავთანდილ თოდუაც მათთვის მხოლოდ მებრძოლი არ ყოფილა. ის იყო კაცი, რომელსაც ენდობოდნენ, მეთაური, რომელიც უმძიმეს წუთებში წინ მიდიოდა და სხვებს სიმტკიცეს მატებდა. 1993 წლის 16 მარტს გუმისთის ფრონტზე მოწინააღმდეგის მიერ გარღვეული პოზიციების დასაბრუნებლად გამართულ ბრძოლაში ავთანდილ თოდუა გმირულად დაიღუპა. იგი მხოლოდ 41 წლის იყო. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ავთანდილ თოდუა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის. მისი სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ მისი სახელი დარჩა ოჯახში, თანამებრძოლების მოგონებებსა და საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვეძებთ ავთანდილ თოდუას თანამებრძოლებს და ყველას, ვინც მას პირადად იცნობდა. ჩვენი მიზანია დაიწეროს წიგნი ავთანდილ თოდუასა და მის თანამებრძოლებზე, მათ ცხოვრებაზე, საბრძოლო გზაზე, მეგობრობასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე. გსურს აღვადგინოთ მათი სახელები და ისტორიები, რათა მომავალმა თაობებმა იცოდონ, ვინ იდგა საქართველოს დასაცავად უმძიმეს წლებში. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, გაქვთ მოგონებები, ფოტოები, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. მოგწეროთ ამ გვერდზე. თითოეული სახელი, მოგონება, ფოტო, შეტყობინება თუ ერთი მცირე დეტალიც კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი მონათხრობი დაგვეხმარება სიზუსტით აღვადგინოთ ავთანდილ თოდუასა და მისი თანამებრძოლების ცხოვრებისა და საბრძოლო გზის ისტორია და შევუნახოთ იგი მომავალ თაობებს. წიგნთან დაკავშირებული სიახლეების მისაღებად ეწვიეთ Facebook გვერდს ავთანდილ თოდუა და გამოიწერეთ ან მეგობრებში დაამატეთ. წიგნის მომზადებასთან დაკავშირებული ყველა სიახლე სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნდება. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს.